7 პლანეტის წარმომადგენლების გზავნილით 11 თებერვალი 2016 წელი. მეორე მზე, როგორ მოხდება ეს? მოგესალმებით ჩვენ უზურპოს დედამიწელებო. იმ არასაც დღეს მოისმენთ, შეიძლება გაგაუცოთ, თუმცა გვერწმუნდეთ ეს სიმართლეა. ჩვენ დიდი ხანია გვსურდა მოგვეყოლა იმაზე, რომ მალე გელოდებათ უნიკალური მოვლენა, რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი galaktika. ეს უკავშირდება იმას, რომ თქვენი მეცნიერები აღმოაჩენენ დედამიწთან თანახარი ციური სხეულის მოახლოებას, რომელსაც ისინი თავდაპირველად მიიღებენ როგორც უცნობ ვარსკვლავს, თუმცა შემდგომ მიხვდებიან, რომ ის რეალურად არის მეორე მზე, რომელიც სწრაფად უახლოვდება თქვენს პლანეტას. Რა თქმა უნდა, ის წამიერად არ მოვა თქვენი მზის გვერდით, ის გამოჩნდება თანათანობით, ჯერ ნატიფ და შემდეგ გარკვეული დროის ინტერვალით ფიზიკურზეც. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და როგორ იმოქმედებს ის თქვენს პლანეტაზე? პირველ რიგში ის განსხვავდება თქვენი მზისგან იმით, რომ აქვს სხვა სქესი. თქვენი ამჟამინდელი ზე არის მამრობითი სქესის, ხოლო ახალი მდედრობითისა. ამგვარად მოხდება ოდესღაც გაყოფილი ციური სხეულების შეერთება. სწორედ ეს შეერთება არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც აიძულებს ბევრ ადამიანს გადახედოს მომხდარი მოვლენებს და რაც მთავარია საკუთარ ცხოვრებას. რატომ მოხდება ეს? საქმე ისაა, რომ ეს მეორე მზე ატარებს უმაღლესი ვიბრაციის მუხტს, რომელიც შეახწევს ადამიანის ცნობიერებაში და დაიწყებს გაწმენდას მოძველებული წარმოდგენებისგან, შესაძლებებისგან, გასჯებისგან, ადამიანებს დაინახავენ ყველაფერს სრულიად სხვა თვალებით. ეს მეორე მზე გამოიტანს ჭეშმარიტებას ცხოვრების ყველა დარგში და გაანათებს გზას, რომელიც მიდის ამაღლებისაკენ, ანუ მეხუთე განზომილებაში ცხოვრებისაკენ. Რა თქმა უნდა, ძირითადად ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლთა სულებმაც უკვე გამოიღვიძეს და ვინც უკვე დაიწყო მუშაობა საკუთარ თავზე, თუმცა ისინიც კი, ვინც შორს არიან ახლა მომხდარი მოვლენების გააზრებისგან, გაიღვიძებენ და გადახედავენ ბევრ ამის თავიანთ ცხოვრებაში. როდი დიდხანს არ მოგიწევს და ჩვენ გსურდა მოგემზადებინეთ ამისათვის და აგვეხსნა, რომ ეს მოვლენა არ ატარებს რაიმე საფრთხეს, არამედ პირიქით მოგიტანს სარგებელს, გამოთავისუფლეთ თქვენს სულიერ პოტენციალს და დააჩქარებს როგორც დედამიწის, ასევე თქვენი ამაღლების პროცესი. 7 პლანეტის წარმომადგენელთა უხუცესთა საბჭო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.